არ გვეშინია არც ბრიტანეთის, არც ევროკავშირის სანქციების ბიძინა ივანიშვილს არ აქვს არანაირი გადამალული ქონება. Აი ასე პასუხობენ ოლიგარქის თანაგუნდელები მოსალოდნელ სანქციებს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს სულ უფრო უახლოვდება. ოცნების დეპუტატების სამიზნე ევროკავშირთან შეერთებულ შტატებთან ერთად ასევე ბრიტანელი პოლიტიკოსებიც გახდნენ, რომლებსაც ოლიგარქის პარტია ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ზურა პეტროსიანმა მოისმინა ოცნების განცხადებები, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ზურა, რას პასუხობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები მოსალოდნელ სანქციებს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან? თამარ, მოულოდნელი არ იყო, რომ დღეს და დღევანდელი დღე ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ისევ იმისთვის, რომ თავს დასხმოდა როგორც დიდ ბრიტანეთს, ასევე ევროკავშირს, თუმცა მათ განცხადებებში იგრძნობა ის ტონი, რომ დიდი ალბათობით ეს სანქციები ნამდვილად იქნება მიღებული და ქართული ოცნების დეპუტატებმა ეს ძალიან კარგად იციან. ყოველ შემთხვევაში კომენტარებში მათ მოუწიათ დღეს პასუხისგაცემა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, ასევე ბრიტანეთისთვისაც და ეს ინიციატივა მათ გამოიყენეს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ მაგალითად ევროკავშირს ადანაშაულებს ოლიგარქის გუნდი ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტში ჩარევაში, ასევე დღეს გაიხსენეს ვეტინგის თემაც, თუმცა კიდევ უფრო შორს წავიდნენ ზოგიერთი დეპუტატები და ისტორიულ კონტექსტსაც გადაცდნენ, როდესაც ჩვენ ვეკითხებოდით მათ შორის მოსამართლეების სანქცირებაზეც არც მეტი და არც ნაკლები ერთ-ერთმა დეპუტატმა ნაცისტური გერმანია გაიხსენა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ზოგადად ევროკავშირი სწორედ ნაცისტურ გერმანიას შეადარა, არ გამორჩენია არც საბჭოთა წარსული და ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მათი მოსაზრებით ძალიან გავს სწორედ ბოლშევიკურ რეჟიმს. ეს არის ციტატა ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებიდან. ყოველ შემთხვევაში დღეს მათ არ უთქვამთ, რომ რეზოლუციას ან ჩალის ფასი აქვს, ან საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს. დიდი ალბათობით ეს იმას ნიშნავს, რომ მათაც აქვთ კულუარულად ის ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა სანქცირება არის დღის წესრიგში და ეს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. ამით შეიძლება ახსნათ ის თავდასხმები, რომლებიც მოვისმინეთ დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის ნაწილს, აქ ტრადიციულად ყველა დეპუტატმა გაიარა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ზღვარზე. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ ოლიგარქს არ აქვს არანაირი ქონება გადამალული დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და ერთადერთი ქონება, რომელიც მას აქვს, უпростоრად ყველა ქონება არის დარეგისტრირებული სწორედ ქართულ ფონდში და სხვაგან ის არანაირ ქონებას არ ფლობს, მით უფრო გადამალულ ქონებას. კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელზედაც უნდა იდგეს ევროკავშირი. ეს არის წესშემართი ევროპულობა და როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროპისგან დაცლილია ევროკავშირი სამწუხაროდ, ზუსტად ასეთ საკითხებზე გვაქვს ხოლმე მსჯელობა, როდესაც პირდაპირ ჩარევა ხდება მოსამართლეების საქმიანობაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში, ამაში არაფერი არ არის ევროპული და პირიქით ანტიევროპულია. ასეთი რამ ხდებოდა მხოლოდ ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში და მხოლოდ ნაცისტურ და ფაშისტურ ქვეყნებში. ეს არის უდიდესი, უმძიმესი გამოცდილება, რომელიც აქვს ევროპას და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ზუსტად ასეთი მოვლენები დაბრუნდეს ევროპის კონტინენტზე. კარგია, თუ კი ყველგან გაიაზრებენ სიმართლეს თვალებში ჩახედავენ, სუვერენიტეტს ქვეყნებისას სათანადო პატივს ცემენ, ვერ განხორციელდა სპეცოპერაცია ქართულ მოსამართლეთა წინააღმდეგ. მოგახსოვთ თქვენ რამ ხელმწიფეობა იყო ვეტინგის, როგორც ცდილობდნენ რომ ეს რაღაცა არ ვიცი ქვეყნის ნებისმიერი ღირსეული და დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელი მოცემულობა დანერგილიყო ჩვენს ქვეყანაში, თავს მოხვეოდა ქართულ სახელმწიფოს, როდესაც უცხოელები გინიშნავენ აქ მოსამართლეებს. აი ეს არის სწორედ ის სურვილიც ჰქონდათ ვეტინგის დამკვიდრების სურვილებს საქართველოში, ვისაც არ მოწონთ ქართულ მოსამართლეთა გადაწყვეტილებები, არ მოწონთ ეს ერთი მოცემულობა, მაგრამ მეორეა, რომ პატივი უნდა ცენ. აი ასე როგორც ჩანს, მართლაც მოსამართლეთა სანქცირება ნამდვილად მტკივნეული თემა არის ოლიგარქიული რეჟიმისთვის, ვინაიდან მათ ძალიან კარგად ესმით, რომ რეჟიმის შენარჩუნებისთვის მოსამართლეების ყოლა, მორჩილი მოსამართლეების ყოლა არის წყალგამყოფი და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მათი დასანქცირება, რაც მოსალოდნელია, ეს თუ არ ჩამოშლის შეარყევს ნამდვილად ოლიგარქიულ რეჟიმს, მით უფრო ისევ ჩვენ თუ გავიხსენებთ ისტორიულ კონტექსტს, უახლესი წარსულის რუსეთისა და ბელარუსის, იქ ათობით მოსამართლის სანქცირებამ ნამდვილად შეარყია ეს
რეჟიმი და პროცესი გრძელდება, ვიცით რომ როგორც ბელარუსს, ასევე რუსეთს ათობით მოსამართლე ყავს, ყველა მათგანი ძალიან ცნობილ საქმეებში ფიგურირებდნენ, ყველა მათგანს აქვს დაწესებული როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები, ქართველი მოსამართლეების შემთხვევაშიც კი თუ გაფართოვდება ევროკავშირის ეგრეთ წოდებული მაგნიტსკის აქტი, დიდი ალბათობით პირველ რედაქციაში 4 მოსამართლეს ვიხილავთ, ყოველ შემთხვევაში ღია წყაროებში და მათ შორის ფორმულას წყაროშიც არის მოხსენებული ერთი გვარი, ეს არის ნინო გალუსტაშვილი, თუმცა საუბარი არის როგორც ვთქვით 4 მოსამართლეზე, რომლებიც დიდი ალბათობით ამ პირველ რედაქციაში მოხვდებიან. ვნახოთ უკვე პირველი შედეგები აი ამ მსჯელობის გვეცოდინება შემდეგ კვირას სამშაბათს, როდესაც ევროპულ საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.